საგამშვიდობისა მეგობრებო, დღეს 24 იანვარია, პარასკევი და ეს იმას ნიშნავს, რომ ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია მთავარი გეოპოლიტიკური შოუ დიდი სივრცე. შეგახსენებთ, რომ ყველაფრის მოსმენა შეგიძლიათ რადიო სიხშირეზე FM 98 და 5 და პრაქტიკულად ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ ასევე შესაბამის Facebook და YouTube გვერდებზე. დღეს სტუმრად მყავს ორი შესანიშნავი სტუმარი, პოლიტიკოსი, მეცნიერი, პოლიტოლოგი ბატონი პეტრე მამრაძე და სატელევიზიო წამყვანი პოლიტიკური მიმომხილველი ანალიტიკოსი გიორგი გვიმრაძე. საგამშვიდობისა მეგობრებო, მადლობთ მობრძანებისთვის. დადგა ეს დღე, რაც უკვე წარსულსაც ჩაბარდა, გულისხმობთ დონალდ ტრამპის მეორე ინაუგურაციას და მიუხედავად იმისა, რომ მელანია ტრამპის ქუდმა და საერთოდ მისმა გამოსახულებამ, მე ვიტყოდი ხატიერებამ დაჩრდილა ეპოქალური კორონაციის ცერემონია, დაამსწრე საზოგადოების უმრავლესობისთვის და მსოფლიო თანასაზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ცხადი გახდა, რომ ინკლუზიურობის, გენდერული მრავალფეროვნების და მწვანე დღის წესრიგის ერა დასრულდა. დასრულდა ეპოქა, რომელშიც მამის და დედის გარჩევა და ხსენება ლამის სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნეოდა, რომელშიც ყველა სექსუალურ დევიაციას და გადახრას გენდერით ანაცვლებდნენ, დასრულდა ეპოქა, რომელშიც გადაჭარბებული მეტანის წარმოების გამო მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს განადგურება ემუქრებოდა. მოკლედ ლიბერალური მარაზმის დრო დასრულდა და ახლა მოგვეცე იმედი, რომ ამ მარაზმის მენტალურ ტყვეობაში მყოფი ხალხი ნელ-ნელა დაიწყებს განთავისუფლებას და ხელახლად გაიზეგანებს ისეთ მარტივ ჭეშმარიტებებს, როგორიც არის ბიოლოგიაში მხოლოდ ორი სქესია, კაცი არის კაცი, ხოლო ქალი არის ქალი, ოჯახი არის კაცის და ქალის კავშირი. სანანებელი მხოლოდ ის არის, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს და როგორც ჩანს, ვაშინგტონს უნდა დაედასტურებინა ის პრიმიტიული თავისთავად ჭეშმარიტების არსებობის შესახებ. ახლა კითხვა მხოლოდ ერთია, როდის მიაღწევს მეტროპოლიიდან ეს გამოშვებული იმპულსი ჩვენს პერიფერიას, ანუ ჩვენ და საერთოდ ადამიანების პერიფერიას, ნერვიული სისტემის პერიფერიას გულისხმობ. მოკლედ ტრამპს საკუთარ საინაუგურაციო მიმართვაში ძალზედ აგრესიულად, სხვათა შორის აგრესიული იყო რიტორიკა, ტემპორიტმის, მოკლედ ყველაფერი, შინაარსის რა თქმა უნდა, დაზიანა შემდეგი. შეჩერდება უკონტროლო მიგრაცია, ამერიკა დაუბრუნდება ტრადიციულ ენერგიის წარმოებას, ანუ ნავთობს და გაზს, შეჩერდება ცენზურა, გაუქმდება LGBT წესრიგი, გაუქმდება მწვანე კლიმატური წესრიგი, ამერიკა დაუპირისპირდება ჩინეთს, ამერიკელები მიაღწევენ მარსს. ეს იქნება 2030 წელს. პირველ ორ დღეში ტრამპმა მოაწერა ხელი 80-ზე მეტ ბრძანებას, რომლის მეშვეობითაც ხდება რა დაადგინა, პრაქტიკულად უბრძანა. ტრამპმა ერთ-ერთი თავისი ბრძანების მიხედვით გადაარჩინა TikTok-ი, ანუ TikTok-ი აღარ მოქმედებს, ფუნქციონირებს, მართალია არის რაღაც ჩივილებასთან დაკავშირებით ცენზურის ელემენტებს მოიცავს. როგორც მომხმარებლები ამბობენ, შემოიღო საგანგებო ვითარება მექსიკის საზღვართან, შეაჩერა მიგრანტების ნაკადი, შეწყვიტა გაეროსთან არსებული რამდენიმე ორგანიზაციის დაფინანსება, გამოვიდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. დაუწესა 25%-იანი ბაჟი კანადის და მექსიკის ყველა საქონელზე, რომლის ექსპორტსაც ისინი ახდენდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს ბრძანება ძალაში შეუპირველთებელი და გააუქმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია, გააუქმა სახელმწიფო ცენზურა, გააუქმა DEI ინკლუზიურობის ყველა პროგრესული პროგრამა და შესაბამისი სახელმწიფო ქვეგანაყოფები. მოაწერა ხელი ბრძანებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად აღიარებული ორი შეუცვლელი სქესის შესახებ. ხა მეცინება ამას რომ ამბობ, ეს რეალობა მამაკაცის და ქალის ოფიციალური ბრძანება დაგჭირდა, ესე იგი, ტრამპის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ ყველა სოდოდა, რომ ბიოლოგიაში მხოლოდ ორი სქესი არსებობს. მოკლედ, ბევრ ამ სხვას მოაწერა, ბატონებო, მოდით ეხლა ჩვენ იმაზე ვისაუბროთ.
ჯერ სანამ დავიწყებდეთ ესე იგი აი ამ ეპოქალური მოვლენის ანალიზს და აი ამ გავლენას რომელსაც ის ახდენს და სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გადავიდოდით რაც სხვათა შორის მის სპიჩშიც არ იყო მაგალითად რუსეთი უკრაინა მე მაინტერესებს თქვენი შთაბეჭდილებები ინაგურაციასთან დაკავშირებით ახლა ნამდვილად უყურეთ ამ ინაგურაციას და რას ფიქრობთ ბატონო პეტრე რისის თქმა შეიძლება რევოლუციური პროცესი აღინიშნა ინაგურაციით ეს ჭეშმარიტად ასეა ჩემთვის პირადად იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ეს ფრაზა საღმა აზრმა გაიმარჯვა თქვა ტრამპმა იმიტომ რაც ხდებოდა ამ წლებში და რაზედაც მეგობარი ამერიკელები მეუბნებოდნენ რომ ჩვენ გადავედით რაღაცა ვირტუალურ სფეროში სადაც თუ აი მართლა ორველის ენით უნდა ილაპარაკო და იმსჯელო და აი ყოველთვის აი მოყავდა და მეს მოყავს აი ჯორჯ ფლოიდის ეს ასე ვთქვათ ამბავი კაცი რომელიც იყო რეციდივისტი რომელიც იყო ნარკომანი და ნარკოტიკების გამსახებელი რომელიც ციხეში გაატარა წლები შეერაღებული ანუ ყაჩაღობისათვის რომელსაც პისტოლეტი მიადო ორსული ქალის მოცელს ხო რომელსაც პოლიცია სწორედ ასე იცნობდა და იმ დღეს დააპატიმრეს იმის გამო რომ ყალბი დოლარები გადაიხადა და მოლარემ მოასწრო სიგნალზე დაჭერა და მოვარდნენ ნახეს ვინც არის და გათვალისწინებული илეთი ჩაუტარეს რაც არის რეკვიზიტი რომ იყვნენ პოლიციისა მაგრამ გაჟღენთილი იყო ნარკოტიკები და გარდაიცვალა მაგრამ იმან რო თქვა რომ აი ვეღარ სუნთქავ და ამაზე რო რეაქცია არ ქონდათ მე რაზე ლაპარაკი გადააჭარბეს თქვათ უყურადღებობა გამოიჩინეს უნდა დაესაჯოს პოლიციელი მაგრამ ამ ადამიანს გძალავდა მთელი ამერიკა ოქროს კუბოთი როგორც წმინდანს როგორც სამებელს სამდელოება გამოფენილი იყო და ერთხმათ მოთქვამდნენ რომ ჯორჯ შენ ყველა ადამიანის გულს მიწვდი მე ამ დროს თქვი აქ რომ ვიცი რომ პისტოლეტით მიწვდა იმ ორსული ქალის მოცელს ეგ ვიცი მაგრამ აი გულების რა მოგახსენა რატო ყვები ამას მე მინდა ყველა შევახსენო რომ ვერავინ ვერ ამოიღო ხმა აი რასაც ქვია ხმა ადრე თქვა იქნებოდა ეს ტომას ვოლფი თუ ჰემინგვეი თუ ფოლკნერი თუ სხვა რო იტყოდნენ როგორც ჰემინგვეი რო თქვა კუბას რო ეს იდიოტები თეთრი სახლიდან ჩუქნიან კუბას ხრუშჩოვს თქვა და ჟღერდა არავის არ მოუღია ხმა ხო შემდეგ ვნახეთ რომ თეთკანიანები ახალგაზრდები მშვენიერი ქალბატონები იჩოქებდნენ და ტუბზე კოცნიდნენ შავკანიან ბიჭებს რომლებიც აი გამოაშვერდნენ ამ ტუბს ანუ უნდა აკოცო ანუ რა ხდებოდა თეთკანიანი ხარ დანაშავე ხარ სულ არ მაინტერესებს შენი წინაპარი იგი ებძოდა სწორედ ლინკოლნის მხარეს მონობას არ მაინტერესებს შენ თეთკანიანი ხარ დანაშავე ხარ მერე დაიწყო მოგეხსენებათ გრევა და მტრევა დიდი გამოჩენილი პიროვნებების შეერთებული შტატების მამების დამფუძნებლების ესმით მერე ლონდონში გახსოვთ აი დაიჯერებდით რომელიმე თქვათ რომ კი ბატონო აქ ორჯონიკიძის ზეგლი თავის დროზე შემოსეს თურქის ფურცლებით მაგრამ შუაგულ ლონდონში უინსტონ ჩერჩილის ახალგანთქმული მონუმენტი აი ზუსტად ასე სარკოფაგში ჩასვეს ემან ლონდონელები არ დაარღვიონ ლონდონელები დარჩა 30% ეთნიკური დანარჩენი ბერიან სულ სხვა ჯურის და ხშირად სულ სხვა ფერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ეს სულ სხვა ინგლისია სულ სხვა ლონდონია სადაც ჩერჩილს ინახავენ სარკოფაგში ინგლისის ისტორიაში ერთად ყველაზე დიდ გმირს. აი ეს ხდებოდა. ნუ 8 წელია პაკისტანელი ყავთ წარმოშობით სადიქ ხან. აქტიური და კარგი მერი, მაგრამ აქტიური. კი ბატონო, კარგი მერია, მაგრამ მუსლიმი და პაკისტანელი არის. პაკისტანელი კი და ასე შემდეგ. აქტიური მუსლიმი კაცი, ხო? აი ეს ყველაფერი რეალობა. ეს არის რეალობა და მე არ მინდა დავაღალო მსვენელი და მაყურებელი იმდენმა პატიოსანმა და ღრმა მეცნიერმა შეერთებულ შტატებში. ამ მარაზმზე დაწერა და წერდნენ იმას რომ იგივე ვოქს არანაირი მომავალი არ აქვს ეს არ შეიძლება დამთავრდეს რაღაცით გარდა კატასტროფითა და ასე შემდეგ და აი დადგა დრო როცა არჩეულია პრეზიდენტი თან მინდა თქვა ძალიან საინტერესო რამე ჩემი აზრით ტრამპმა გაიმარჯვა საზოგადო ასე ვთქვათ ხმისმიცემის მხოლოდ 1.9%-ით ასეთი მცირე სხვაობა იყო მხოლოდ 2020 წელს, როცა ბუში და გორი, ასე ვთქვათ, გამოვიდა და მერე გადათვლები იყო და ასე შემდეგ. ამაზე 2000 წელს ალბათ. 2000 წელს, უკაცრავად 2000 წელს, რა თქმა უნდა.
ეს მე არ ყოფილა, მაგრამ რა ხდება? ეზრა კლაინი და სხვები წერენ წამყვანი ასე ვთქვათ ანალიტიკოსები, რომ თუ მაშინ 16 წელს ტრამპი აღიქმებოდა მათ შორის ინტელექტუალთა წრეში, მაღალი კულტურის ადამიანებში, ეს ხო წარსულის ასე ვთქვათ გამოძახილია. წარსულის გადმონაშთია, რომელიც აი წარსულმა შეგვახსენა თავი. კუდი მოიქნია წარსულმა. ეხლა იმის შემდეგ, რაც სილიკონის ასე ვთქვათ ამ კომიტეტმა ილონ მასკმა, პიტერ ტილიმ, მილიარდერებმა და არ მარტო მილიარდერებმა, ვინც აი ფუტურისტებს ეძახიან, ვინც იხედებიან მომავალში და ითხოვენ ვიზიონერებს დროზე გაკეთდეს. ეს ყველაფერი ვინაიდან არ ჩამორჩეს ამერიკა და ამერიკა ბერამეში ჩამორჩა, იგივე ჩინეთს და ამას აღიარებენ. და ტრამპი მათთან არის ასოცირებული. ანუ დღეს ტრამპი ასოცირებულია ახალთან, აუცილებელ ახალთან, ხო? რომელიც გასაკეთებელი იყო, რომელიც უნდა გაკეთებულიყო. და აი რა მაინტერესებს, ეხლა კონგრესი და სენატი უცებ ვერ შეიცვლება. რამდენი წელიწადია 1 ტრილიონი დოლარით იზრდება შეერთებული შტატების ვალი. ყოველ წელს მიაღწია 36 ტრილიონს. ეს არის კატასტროფა. ამ წლების განმავლობაში სენატში და კონგრესში მსჯელობა მხოლოდ იმაზე, რომ დასახარჯია, კიდე ეს არის გასაკეთებელი, ეს არის გასაკეთებელი, ის არის გასაკეთებელი. არავის არ ამოუღია ხმა იმაზე, რომ ჩვენ ხო უკვე ბანკროტები ვართ და რა ეშველება საერთოდ შეერთებული შტატების ეკონომიკა სულ მალე ამ გზაზე. და ისტორიკოსები ამბობენ, აი მაგალითად რობერტ კაპლანს ყველას თავაზობ, ზუსტად იგივე ისტორიიდან ვიცით ხდებოდა რომში მისი დაცემისა და დანგრევის პირობებში. სენატში მსჯელობდა მხოლოდ იმაზე, რომ მოდი ეს ვქნათ საქართველოს მაშინ ის არის, და საქართველოში დემოკრატია თურმე არ ვარგა, ეს გენგრევა სახლი, ხო? მიხედე, ხო? არა. არ იქ გავაგზავნოთ, აი რომში ასე იყო. ლეგიონები კიდე სად უნდა გავაგზავნოთ? იქ ხო არ ხდება რაღაცა დარღვევა, ხო? ესე. და აი ეს იმედი ესეც შეწყდება, იმიტომ რომ მაშინ დაინტერესებულია მთელი ნორმალური საღათ მოაზროვნე და პატიოსანი ადამიანი მსოფლიოში. ვინც სახე აზროვნება არ დაკარგა. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. მე ბევრი რამ გამახსენდა მაგალითად, როდესაც კონგრესის რომელიმე კომიტეტი ახდენდა მოსმენას, რომელიმე კანდიდატურის თანამდებობაზე, იქნებოდა ეს პროკურატურა თუ იუსტიციის სამინისტრო, ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც ისმოდა ამ გასაუბრებაზე იყო, რამდენი სქესი პროვოკაციული კითხვა, როგორც შეიძლება ის რესპონდენტი, რომელიც გარიხილებოდა კანდიდატად, ამ კითხვაზე არ პასუხობდა. ამბობდა, რომ მე ვერ ვერკვევი ბიოლოგიაში, მაგალითად. არც იმასებდა პასუხს, რომ არსებობს რამდენიმე გენდერი, რომ დაუცველი რაოდენობის. კი ბატონო. გიორგი, შენ აი როგორ ესთეტიკური თვალსაზრისითაც მე რატომ თქვი ახლა მელანია ტრამპზე? მე მახსენდება წინა ეს ღონისძიებები, რასაც წინა ადმინისტრაცია აკეთებდა და სრული შეგრძნება მქონდა, რომ აი ფრიკების შეკრება ხდებოდა. აქ ეს დახვეწილობა, აქ ესთეტიკური კონსერვატიზმიც ხო, აქ მე მგონი სიმბოლური იყო ამ თვალსაზრისითაც. და ამავე დროს დამავიწყდა მეთქვა, აი მოდით ვანახოთ ჩვენს მაყურებელს კიდე ერთი დოკუმენტი. ანუ აი ამ ტრამპი, ესე იგი ამისთვის ემზადება, მელანია ემზადება, აი როგორც ბატონმა პეტრემ თქვა, მთელი ეს სილიკონის ველი, მთელი აი ამ ინტელექტუალების, ფუტუროლოგების, ვიზიონერების დიდი გუნდი შეიკრიბა და ყველა არის ტრამპის გვერდზე და ამ დროს ჯონ ბაიდენი ესე იგი გამოუშვა შეწყალების აქტი და შეიწყალა უკულებრივ ყველა თავისი დათესავი. თავისი ორივე ძმა, ძმების ცოლები, მოკლედ ყველა ის ადამიანი, ვინც სხვადასხვა მოსაზრებებით, ესე იგი არის ჩაბმული ფულის გათეთრებაში. და ამავე დროს პარალელურად ხედავთ რა პროცესს. ტრამპმაც და მელანიამ ჩაუშვეს თავისი კოინები, გამდიდრდა ორივე, ესე იგი იქ რაღაცა ტრამპის ქონებამ 3 თუ 4 მილიარდით იმატა და ტრამპი დღეს უკვე შედის, მე მგონი, ასეულ ყველაზე დიდარ ადამიანებს შორის. ვიცი მეტით. მე მგონი მეტით, კი ბატონო, თუმცა მათ შემდეგ რაც მელანიამ გამოუშვა თავისი კოინი, ესე იგი ტრამპის აი ამ თავის კრიპტომ ესე განიცადა მკვეთრი ვარდნა. აქაც ხო კონკურენცია გაუწია. მაგრამ მე რას ვამახვილებ ყურადღებას? აი ტექნოლოგიური
ფულის შოვნის მეთოდი, ხო? და აქ ხედავთ არქაულ მეთოდს, როდესაც კორუფცია კეშბექებით შენ ესე იგი ამდიდრებ თავის ნათესაობას, თანაც ეს სიმდიდრე არაფერია, იმიტომ რომ იქ სხვადასხვა გათვლებით მხოლოდ რაღაც $100 მილიონზე არის საუბარი კორუფციით მიღებულ აი ამ თანხაზე, ხოლო დავინახეთ რომ 2-3 დღეში ამ ოჯახმა ესე იგი შექმნა მრავალ მილიარდიანი კაპიტალი. მოკლედ გიორგი, აი გისმენთ. ხო, მოდი, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ესეთი საინტერესო შესავალისთვის ბატონ პეტრესაც, რა თქმა უნდა, შენს წინა სიტყვაობას. ესე უამრავი საინტერესო ასპექტი იყო აღნიშნული. რაც შეხება მოდი ინაუგურაციით დავიწყოთ. ჩავთვალოთ, რომ ეს ინაუგურაცია ყოველ შემთხვევაში ჩემი შეფასებით იყოს ავანსი. ავანსი, იმიტომ რომ იმ სიდიადეს, რომელიც ამ ასე ვთქვათ, ამ ინაუგურაციაზე იყო წარმოჩენილი, ჯერჯერობით ამერიკა არ იმსახურებს. ის მოცემულობა, რომელთაც ის დღეს არის წარმოდგენილი, ეს სიდიადე და ეს მოცემულობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის, ჩემი შეფასებით ყოველ შემთხვევაში. და იყოს ავანსი, შეძლებს თუ არა ტრამპი, ვთქვათ, მაგა აღასრულოს, ესე ვთქვათ, ხო? როგორც ჩვენს სმენელს მაყურებელს რო ესმოდეს, ანუ Make America Great Again შეძლებს თუ არა ამის გაკეთებას, ხო? იყოს ამისთვის ეს ავანსად, ესე ვთქვათ, ხო? რაც შეეხება ის, რა ქვია მაგას, ძირითადი რაც შეიძლება რომ დაგვრჩენოდა მართლაც, ხო? კი, გარდა აი ამ ასე ვთქვათ, პომპეზურობისა, რომელიც ახასიათებდა ამ ინაუგურაციას, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო იყო, რაც ალბათ ყველაზე მეტი მოლოდინია ჩვენთანაც, ჩემი აზრით და ზოგადად გლობალურადაც არის ის, რომ ამ კაცმა თქვა, რომ მე ვარ შვიდობის მყოფელი და გამაერთიანებელი. ამას ხაზი გაუსვა და ძალიან საინტერესო იყო, ანუ შვიდობის ყოფილი და გამაერთიანებელი. ამაზე ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, მოლოდინი არის დამყარებული, ძალიან ბევრ სოციუმში და საინტერესოა ახლა ჩვენი პერსპექტივიდან, რამდენად შეიძლება ეს მართლაც, რამდენად გამართლებულია ეს მოლოდინი, რამდენად მას მართლაც შეუძლია შვიდობის მყოფელობა და გაერთიანება. და ვისი გაერთიანება? თავის საკუთარი ერის. თავის საკუთარი ერის და ალბათ რადგან შვიდობის მყოფელობაზეა საუბარი, არა მხოლოდ საკუთარი ერის, არამედ აი ამ ესე ვთქვათ ერთმანეთთან დაპირისპირებული, ესე ვთქვათ, სახელმწიფოების რაღაცის გარშემო გაერთიანებასაც უნდა გულისხმობდეს თითქოს, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია. რაღაცა პრინციპზე, ახალ პრინციპზე უნდა შეთანხმდნენ დიდი მოთამაშეები იმისთვის, რომ შვიდობა დამყარდეს. თუ დიდი მოთამაშეები ვერ შეთანხმდებიან რაღაცა პრინციპზე, გაერთიანება არ მოხდება რაღაცაზე, რომ აი ამის გამო აღარ ვომობთ, რაღაცის გამო. ეს არ ვიცი, შეიძლება ძალიან ბანალური გადანაწილება, ხო? რაზეც ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე, რომ ეს ჩემია, ეს შენია, ესე შემდეგ, ხო? შეიძლება აბსოლუტურად ბანალური გადანაწილება იყოს ის, რაზეც შეთანხმდებიან და რის გამოც აღარ იომებენ, მაგრამ რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ, რაღაცაზე უნდა გაერთიანდნენ. სხვა შემთხვევაში აი ეს მშვიდობის მყოფელობა უბრალოდ არ იმუშავებს, არ გამოვა, იმიტომ რომ ისიც რატომაც მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ ტრამპი რატო ცდილობს ახლა აი ამ მშვიდობის მყოფელობის და ასე ვთქვათ, აი ამ ომების დასრულებაზე აქცენტირებას და ასე შემდეგ, რომ ეს არის ასე ვთქვათ, მართლაც ის საღი აზრი ამერიკული პერსპექტივიდან, ამერიკული რეალ პოლიტიკის პერსპექტივიდან საღი აზრი იმისა, რომ ჰეგემონია, რომელიც დღემდე არსებობდა, ამერიკული ჰეგემონია, ის შეეჯახა საკმაოდ სერიოზულ კედელს, რომლის იქითაც გადაბიჯება არა უბრალოდ ჰეგემონიის დასასრულს, არამედ შესაძლოა ეგზისტენციალურ პრობლემას გულისხმობდეს არა მხოლოდ ამერიკისთვის თან. და საერთოდ რომლის შემდეგაც შესაძლოა საერთოდ თავი უნდა დავანებოთ ჰეგემონიაზე ლაპარაკს, არსებობაზე ლაპარაკს უამრავი სახელმწიფოსი. თუ არა ზოგადად კაცობრიობის, ხო? იმდენად სარისკოა აი ამ კედლის შემდეგ გადაბიჯება, აი ამ რაღაცა ამ წითელი ხაზის იქით გადაბიჯება. რაზეც თვითონაც თქვა ამ სიტყვას, საინაუგურაციო სიტყვაში, რომ ძალიან ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან, აი ძალიან ახლოს ვართ. უნდა გავაჩეროთ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. კი ბატონო, ანუ იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც ხდებოდა ახლო აღმოსავლეთი იქნება, ეს უკრაინის კონფლიქტი იქნება, ეს თუ ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში როგორც არ უნდა დავალაგოთ, საბოლოო ჯამში ამერიკული ჰეგემონიის შედეგია. ამერიკულ ჰეგემონიასთან მოძლიერებული სახელმწიფოების დაპირისპირების შედეგია. პირველ რიგში რუსეთის, რა თქმა უნდა, ხო? ანუ რუსეთი, რომელმაც გაიარა ის 90-იანი წლები საკმაოდ
ძიმე შეიძლება ჩვენზე მძიმეც კი ვიდრე ჩვენ გავიარეთ 90-იანი წლები, იმიტომ რომ პატარა ერი ვართ, მაინც რაღაცნაირად მოვახერხეთ რაღაცა მცირე ჰუმანიტარული დახმარება ჩვენც რაღაცას ნიშნავდა. ჩვენზე მძიმეც მაინც არ მგონია. მასენდება 90-იანებში. ხო და მე რო ვუსმენ თქვათ რუსების მიერ გახსენებულ 90-იან წლებს და რა მდგომარეობა იყო რუსი საზოგადოებისთვის 90-იანი წლები, აი სწორედ იქიდან მიჩნდება ეს განცდა, რომ არანაკლებ მძიმე პერიოდი გამოიარეს 90-იან წლებში, მით უმეტეს, რომ შეიძლება ითქვას ჩვენზე უფრო მძიმე ომი გამოიარეს ჩეჩნეთში. ეს ხო ლოკალური ომი იყო. ჩვენ ვიყავით სრულფასოვან ომში ჩართულები სამოქალაქო ომში. ამ ლოკალურ ომს მთელი სახელმწიფოს მასშტაბით ჰქონდა სერიოზული გავლენა. გასაგებია, მაგრამ მე მახსოვს უბრალოდ. ხო და მოკლედ ერთი საილუსტრაციო უბრალოდ გამახსენდა. ეზოებში ესე იგი ეს სამეზობლო გამოდიოდა, მე გულისხმობ კორპუსებს. აი ვაჟა-ფშაველაზე, აი ეს აბრძოლზე. გამოქონდათ ქვაბები და ერთად ამზადებდნენ საჭმელს. ვინაიდან არისო არც ბუნებრივი აირი, არისო არც დენი და მე არ მგონია რომ ესეთი ხო და მაგიტო იყო ჩვენთვის უფრო მსუბუქი, იმიტომ რომ ჩვენ კოლექტიურია ეს რაღაცა. ეს კი ბატონო, кейფის სხვანაირი ცხოვრების წესი აქვს. მათთვის ეს ესეთი რამე არის. მით უმეტეს თუ აიღებ ეგრეთ წოდებული შორეულ აღმოსავლეთს ან კიდე უფრო ზევით ჩრდილოეთისკენ ხარ, იქ ეზოში უბრალოდ ვერ გამოიტანა. იქ ატომიზაცია არის აბსოლუტური. ხო, ამიტომ ეს მომენტი საკმაოდ მძიმე იყო იმათვის ჩვენთვის ბევრი პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვის, უამრავისთვის, ხო? და შესაბამისად, აი, აქედან ამოსულმა სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, ხელახლა დააყენა საკუთარი, ასე ვთქვათ, ადგილის პრეტენზია გლობუსზე. და ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ამის გამომწვევი იყო ჰეგემონის არსებობა და ჰეგემონთან დაპირისპირების აუცილებლობა, ხო? და ამ ჰეგემონმა დღეს მე მგონი ამ საღიაზრიდან გამომდინარე გაიაზრა, რომ თუნდაც იმისთვის, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ ეს ჰეგემონიის პრეტენზია კვლავაც იყოს შესაძლებელი დააყენო, ეხლა გარკვეული პაუზაა საჭირო. ეხლა უნდა შევჩერდეთ, ეხლა უნდა ძალები მოვიკრიბოთ, უნდა კონცენტრირდეთ მათ შორის აი მონროს დოქტრინაზე, ამ დასავლეთის ჰემისფერო როგორც ჩვენი გავლენის სივრცე. დონრო უკვე. ხო, დონროს ეგახია. კი ბატონო, და აი ისა რა ქვია მაგას, აქ უნდა კონცენტრირდეთ, დავიბრუნოთ გარკვეული წარმოების უნარები, რომელიც გავიდა, იმიტომ რომ ჩვენ უფრო იაფიანი მუშახელის ძიებაში ჩვენგან უამრავი ეს ჩვენგან ანუ ამერიკისგან უამრავი თქვა წარმოების პროცესი გადავიდა აზიურ სივრცეში და შესაბამისად კი ტექნოლოგიური ესე ვთქვათ პროცესები ვთქვათ იგივე ხელოვნური ინტელექტი იქნება აი ეს მოწინავე პროცესები კი ჩვენთან არის ანუ ინოვაციების შექმნა ჩვენთან არის მაგრამ რეალური წარმოების პროცესი სხვაგან არის ეს უნდა დაბრუნდეს ხო აი მათ შორის ევროპიდან წასული წარმოების პროცესი ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რაც ამერიკულ კაპიტალს უნდა დაეხმაროს აი ეს ეკონომიკური და პოლიტიკური ჰეგემონია რაღაცა პერიოდის შემდეგ ისევ იმ სიძლიერით დააყენოს დღის წესრიგში როგორც აქამდე იყო მე საერთოდ არ ვამბობ ეს კარგია თუ ცუდია მე ვამბობ მე როგორ მესმის მათი დღევანდელი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ, ხო? მაგალითად ის ყველა საინტერესო სპეციალისტი ხშირად აი მერშაიმერს ხშირად ახსენებენ ხოლმე, ხო, ჩვენ სივრცეში უკვე. გიგანტი. დიახ. და აი სწორედ დაახლოებით ესეთ რამებზე ლაპარაკობენ. ყველას კი ვიღაცები არიან, მაგრამ მე პრორუსული ისა რა ქვია პროფესორი თუ რაღაც ასე შემდეგ. რუსეთუმეს ეძახიან მერშაიმერს, ხო, მაგრამ მას თუ კარგად მოусმენ, მასზე პროამერიკული თითქმის არ არსებობს. ანუ იმის იქით არ არის, ხო? ანუ მერშაიმერი რასაც ამბობს იმ რეალ პოლიტიკის პერსპექტივიდან, იგივე რასაც კისინჯერი ამბობდა სულ, ხო, რომ არ შეიძლება რუსეთი და ჩინეთი იყვნენ ერთად ჩვენს წინააღმდეგ. არ შეიძლება, ჩვენი კოშმარია ეს, რომ რუსეთი და ჩინეთი გაერთიანდეს ამერიკის წინააღმდეგ. და ამას ამბობს სულ. ბაიდენის დამსახურებით. კი ბატონო, ამას ამბობს სულ. ძალიან საინტერესო იყო ეს დებატები, რომელიც მერშაიმერსა და ჯეფრი საკს შორის გაიმართა. და ჯეფრი საქსი იყო აი იმის მომხრე, რომ ჩინეთი და ამერიკა მითანამშრომლოს და მერშაიმერი ამბობდა, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ უნდა ყველანაირად უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთი და ჩინეთი არ იყვნენ კოოპერაციაში ჩვენს წინააღმდეგ. ეს მესამე რუსის აგენტი ჩამოთვალე ხა ჯეფრი საქსი. რა თქმა უნდა. ჩვენ ყველა რუსეთი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვინც რაციონალურ საკითხზე საუბრობს, ის ყველა რუსია. იმიტომ რომ ჩვენი აი ეს თქვათ დავამთავრებ, იმიტომ რომ ბევრი დრო წავიღე, ლიბერალური ესე ვთქვათ ბაბლის შიგნით
ეს სამყარო ასეთია, რომ კეთილების და ბოროტების დანაწევრებაა. ეს დიქოტომია არის, აქეთ კეთილები არიან, აქეთ ბოროტები არიან და ოღონდ არ ესმით სად არის სიკეთე და სად არის ბოროტება. ვიღაცამ უთხრა, რომ დასავლეთშია ეს სიკეთე და აღმოსავლეთში, უпростоრეთ ჩრდილოეთში და ცოტა ეხლა უკვე აღმოსავლეთშიც, იმიტომ რომ ეს რაღაცა ეს ბოროტების აქვია მაგას ღერძი ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისკენაც გადაინაცვლა და აი აქ არის რაღაცა ბოროტება და ვინც იტყვის რომ აი ამ კეთილსა და ბოროტს შორის რაღაცა კოოპერაცია შესაძლებელია ის ყველა რა თქმა უნდა ბოროტია და ბოროტის მხარეს არის ანუ ესე კოგნიტიური დისონანსი უნდა დაემართოთ იმიტომ რომ ტრამპმა გუშინ წინ განაცხადა რომ კიმ ჩენ ინი მას უყვარს და კიმ ჩენ ინსაც უყვარს გონიერი კაცია და საერთოდ ყველა უყვარს ტრამპს და მზად არის მე როგორც მახსოვს მზად არის შეხვდეს როგორც ერთხელ შემდეგ ჯო ვილსონს დაემართა დეპრესია თორმე იმიტომ ჯო ვილსონმა გამოაცხადა რომ აი დიქტატორები დარჩნენ ივანიშვილი კიმ ჩენ ინი და კიდევ ხარ ბატონო პეტრე აი გიორგი ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა არჩის აბსოლუტურად ვეთანხმები პირველი საინტერესო მოსაზრება არის შემდეგი ტრამპი ინტუიტურად გრძნობს რომ სოფლიოს და ამერიკას მათ შორის ჭირდება პაუზა გასაზრებლად პროცესების ჯერ ერთი ნორმალურობას რო დაუბრუნდე ეს სტრესია იმიტომ რომ 20 წლის განმავლობაში მოსაგებია რომ სქესი არ არსებობს მხოლოდ გენდერი და ეს მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა ეს არის გარდაუვალი რაღაც ევოლუცია და პროგრესი უწყვეტი და შეუჩერებელი ხო ნუ ეხლა რაღაც ეს ერთი და მეორე აი დასაწყისში გიორგი თქვა ესეთი რამ რომ ეს არის ჯერჯერობით ავანსები ვინაიდან ამერიკა ნუ მართლაც დღეს უკვე ამერიკა სოფლიო ვაჭრობის წილი შეადგენს მე მგონი 24%-მდე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაღაც მეორე სოფლიო ომის შემდეგ იყო მე მგონი 70% თუ რაღაცა, ძალიან საკმაოდ დიდი. SWIFT-ის სისტემაშიც კი დოლარის ბრუნვა შეადგენს 50%, ხო? ანუ ესეც დაბალი მაჩვენებელი ამერიკის ანუ ჰეგემონისთვის დაბალი მაჩვენებლებია, იმიტომ რომ წინა პერიოდში უფრო მაღალი მაჩვენებლები იყო. ამის და მიუხედავად ტრამპი ძალიან აგრესიულია. აგრესია კანადის მიმართ ამის სუვერენიტეტის გაუქმებას ითხოვს, პანამა, მექსიკა, ევროპელებს ერჩის, თანაც ერჩის აბსოლუტურად გაუგებარია, ანუ ერთის მხრივ ითხოვს, რომ გაზარდონ შესყიდვა თხევადი აირის და ნავთობის დიდი რაოდენობით, თანაც ყველაზე ძვირია, მე მგონი, ამერიკული თხევადი გაზი. და მეორე მხრივ ითხოვს ესე იგი ნატოში თავისი კონტრიბუციების გაზრდას 5%-მდე, ეს ხო სრული კატასტროფაა. ანუ ერთ-ერთი ამ პირობის შესრულება არის პრობლემური ევროპისთვის და ორი პირობის შესრულება ეს არის განადგურება. აი თქვენი აზრით რა აძლევს ტრამპს იმის შესაძლებლობას, რომ აესე ერთდროულად ტრული ეს ხო არის მეგობრული რიტორიკა თავისი მოკავშირეების მიმართ საკმაოდ სასტიკია ხო ეხლა გრენლანდია გამახსენდა იგივე და ასე შემდეგ ჩინეთზე და იმაზე არაფერს თუ ამბობ აი როდესაც ყველას უცხადებს ომს და ქმნის კონფლიქტებს ამასთან ერთად კი ბატონო ის უარყოფს ომს როგორც ინსტრუმენტს რაღაცა კონსტრუქციული პროცესის ან გლობალური ომს იმიტომ რომ გრენლანდიის და პანამის შემთხვევაში იარაღის გამოყენება არ გამორიცხა. კანადაზე გამორიცხა, როცა კითხეს, მაგრამ. ნუ სპეცოპერაცია, ხო, ეხლა დანია ხო არ დაუპირისპირდა. ანუ აი ამ პარადოქსს როგორ ხედავთ და რა აძლევს ტრამპს ამის თქმის და ამ პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას? დავიწყოთ იმით, რომ 2008 წლის კრიზისის შემდეგ ჩვენ გვახსოვს საბანკო კრიზისი გვახსოვს რა ხდებოდა ამერიკაში, როცა გამოიყო $800 მილიარდზე მეტი მერილინჩი კი ამათ გადასარჩენა და ესენიც არ დაებდნენ და 150 მილიონი გამოიწერეს პრემიად. იყო დიდი სკანდალი და ობამა ხელებს ასაფსავებდა რომ კანონი არ დაურღვევიათ. გაბედეს და იყო შამპანურებით ამის საღნიშნა. ბანკმა რომელმაც ეს ყველაფერი ჩაიდინა. ეს გადავიდა მთელ სოფლიოს. მაშინ ევროკავშირის ეკონომიკა ჯამში, იქ 550 მილიონი ცხოვრობდა მაშინ, იყო უფრო დიდი ვიდრე შეერთებული შტატების. დღეს შეერთებული შტატების ეკონომიკა არის ალბათ ყველაზე დინამიკური მსოფლიოში და გაცილებით აღემატება ევროკავშირისას. და პერსპექტივაშიც ასე იქნება. პერსპექტივაშიც ასე იქნება. ევროკავშირი
დღეს არის კოლექტიური სასაფლაო, მინდა განმარტო. ევროკავშირის ქვეყნებში შობადობა არის დაახლოებით 1.5 ბავშვი ოჯახზე, მაშინ როდესაც რაოდენობის შენარჩუნებისათვის საჭიროა სულ ცოტა 2.14 მეასეთი. ეს არსად არ არის. ანუ ადგილობრივი ეთნოსები ბერდებიან და კვდებიან. ისიც არის მუსლიმური დიასპორის ძირითადად, რომელიც უკვე სათვალავში მოქალაქეები არიან. თორე ეს რო გამოაკლო, ვკითხულობთ ლექციებს და ვთქვათ, აი, მაკ-კორმიკის ბრწყინვალე წიგნი, სადაც წერია, რომ ოჯახის ინსტიტუტი ევროპაში აღარ არსებობს. მთლიანად მოისპო. იმდენად მცირე პროცენტია, სადაც დარჩა ოჯახი, დედა, მამა, შვილები, იქ ბებიები და ბაბუების არსებობები, თუნდაც კვირაში ერთხელ რომ ნახონ შვილიშვილება, თორე ერთად ვინ ცხოვრობს, ხო? არა და ერთად ცხოვრების გარეშე არ გამოდის ოჯახი და ბავშვის გაზრდა. ეს უძველესი დროიდან ვიცით ქართველები. უკაცრავად უბრალოდ გიორგის ამბობდა, რომ ჩრდილოეთში სოციალური ატომიზაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი, მე წავაწყდი ამ მონაცემებს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როდესაც მარტო ადამიანი ცხოვრობს საცხოვრისში ოჯახის გარეშე. არის რა თქმა უნდა სკანდინავიის ქვეყნებში და მათ შორის ფინეთი არის პირველი ადგილი 47%-ს აღემატება, როდესაც ადამიანი მარტო ცხოვრობს. ანუ ყავს შვილები, შესაძლოა ქმარიც ყავდეს, ან მეგობარი, მაგრამ ეს არის აი 47%. და სხვათა შორის ის რომ შვედეთმა მიუხედავად იმისა, რომ არ იყო გამოცხადებული არც ეს каранტინი, ხო? და მოკლედ სხვა ეს შემზღუდავი ხო აი ღონისძიებების ამის და მიუხედავად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხარისხი იყო აი ამ რა ქვია გავრცელების ვირუსის რატომ? იმიტომ რომ სოციალური დისტანცია არის ბუნებრივი მათთვის. არა როგორც დღეს როგორც შევხვდით ერთმანეთს, რა თქმა უნდა შვედი და ფიდელი ეგრე არ ხდება არც ნორვეგიელი. მოკლედ დინამიკა ასეთია. და ყველა პროგნოზი არის იმისკენ, რომ დაახლოებით 14 წელიწადში აი ამ გზაზე, რაც ამერიკა დგას, სხვაობა გაიზრდება. ეხლა ნახეთ რა ხდებოდა ამ დროს. 20 წელიწადი ამერიკელები იყვნენ ავღანეთში, დახარჯეს $2 ტრილიონ მეტი. აშენებდნენ, მათ შორის კარღაცებს აშენებენ, გზებს და საავადმყოფოებს კი ბატონო აშენებდნენ. მაგრამ როცა შევიდნენ, თალიბებს უჭერდა მხარს 15%. 85 არ უჭერდა მხარს. როცა მოუწიათ აი ესე გასვლა როგორც გავიდნენ და ხალხი რო ცვიოდა თვითონებიდან და კვდებოდნენ ჩვენს თვალწინ, მაშინ 85% ხარს უჭერდა თალიბებს უკვე. ბატონო პეტრე და $50 მილიონი დახარჯეს ქაბულის უნივერსიტეტში კათედრა შექმნეს გენდერული კვლევების. აი და რა გვიკვირს ახლა რატომ გაიზრდებოდა გენდერული კვლევების კათედრა ავღანეთში ხონა მოიფიქრო შექმნა. იმ წელს თუ ამაზე ასაუბარი ქაბულში იმ წელს ივნისში ესე იგი ამერიკის საელჩო შეიმოსა მთლიანად LGBT ფერებში პროჟექტორები ჩართეს და ვერტფერნები აუშვეს საში LGBT პლაკატებით და გამოაცხადეს რომ თვიური იქნება. მაშინ ამერიკელი ექსპერტები ამ LGBT მოძრაობის დებდნენ ნიძლავებს. აი წამზომი ჩართეს რომ იტყვიან კიდევ რამდენ ხანს იარსებებს ამერიკის საელჩო ქაბულში. იარსება 3 თვე დაახლოებით. ამის შემდეგ. სიგიჟე. ანუ საღიაზრიდან სრული მოწყვეტა. დაბა ერთი გაებედა, ხო? აი ახლა როცა საღიაზრი ბრუნდება როდესაც ბევრი რამე არის მისახედი და ჩვენ ყველას გვახსოვს კისინჯერის პრინციპი, რომელიც განახორციელა კისინჯერმა ნიქსონთან ერთად, რომ შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონდეს ცალკე რუსეთთან, ცალკე ჩინეთთან უკეთესი ორმხრივი ურთიერთობები, ვიდრე ჩინას და რუსეთს უნდა ჰქონდეს. ეს ფეხქვეშ გაითელა ეს პრინციპი და შეერთებულ შტატებმა მიაღწიეს იმას, რომ რუსეთს და ჩინეთს აქვთ ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა ელიტებს, პოლიტიკოსებს, ლამის ერთი მათ არიან შეკრულები, ხოლო შეერთებული შტატები სად არის? აი მირშაევერი ახსენა გიორგიმ, ხომ? მას კოლეგები, მათ შორის სტივენ კოტკინი და სხვა, ვის ბოლომდე არც კი ეთანხმებიან, უწოდებენ პოლიტიკური მეცნიერების გიგანტ, giant of political science. სამხედროა პროფესიონალი, ოფიცერი იყო, ვესტ-პოინტი დაამთავრა, ბევრი რამე იცის. და მე მქონდა ესეთი ექსპერიმენტი. მე ვამბობდი, აი ნახეთ რა ამბობს ამხელა პრესტიჟის ადამიანი. ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უკრაინის მიღება ნატოში. უკრაინას უფლებას კი არ აქვს, რომ ნატოში მიიღონ. ეს ჯერ კიდევ ომამდე. 2014-ში ამბობდა ამას. და ასე შემდეგ. ეს გამორიცხულია. ეს
და 2014 წლის მისი ლექცია არსებობს საინტერესო სადაც მაქვს ეს ხოშოს არის თავისუფლად ინტერნეტში ეს ლექცია და ესე და აი მაშინ როცა ეს მე მოუყევი და აუდიტორიაში მეცნიერები იყვნენ ეს ხო პრორუსულია ვაცალე და ვამბობ აი ნახეთ სტატია ავტორი ამტკიცებს რომ არ შეიძლება უკრაინისთვის ხელის გადაგრეხა და იძულება უკრაინისა კრავჩუკის რომ მთელი ატომური ბირთვული იარაღი გადასცეს რუსეთს. გახსოვდეთ წერს ავტორი, ეს თუ მოხდება, რუსეთი შეიჭრება. და ყირიმი იქნება პირველი მიზანი. ადრე თუ გვიან შეიჭრება. და თქვენ რო ეხლა აიძულებთ და გახსოვთ ორი მემორანდუმი. ამას ვინ წერდა მეთქი? ჯონ მირშაიმერი. აი თქვენ რო ბრძანეთ რომ ყველაზე ამერიკელი. ანუ კაცი რას ამბობდა, თუ ეს ჩაიდინეთ და უკრაინას აღარ აქვს ის, რაც მხოლოდ ერთი რამე შეაჩერებდა პუტინი იქნება, ხო იქნებოდა. ვინც ამას განახორციელებდა. ეხლა რა ხდება, ხო? ეხლა როგორ მიიღებთ ნატოში, ვეღარ მიიღებთ. შეუძლებელია და ასე შემდეგ. სხვათა შორის deep state-ზე არ შემიძლია რა თქვა. მირშაიმერი და საქსი ამაზე მსჯელობენ და განსაკუთრებით დროს უთმობენ ვიქტორია ნულანდს. კი ბატონო. მსჯელობენ მასზე. კაგანს. მინდა მაყურებელმა შევახსენო. ეს არის ქალბატონი რომელიც მაიდანზე, როცა კურატორი იყო საბჭოთა დეპარტამენტიდან ამ რეგიონის სამთლიანად, ანუ ლამის მეორე პირი იყო, ხომ, თავისი გავლენით, არიგებდა პეჩენიუშკებს და რაღაცებს და რაც თავარია, რომ არიგებდა და ჩანდა რა როლს თამაშობს. ამის შემდეგ მთელ სოფლიოში ჩაწერილი საუბარი გადმოიცა. ამ საუბარშიაც თავის ელჩს, ამერიკის ელჩს კიევში ეს ქალბატონი პუნქტებად ეუბნება. კლიჩკო მოაშორეთ ეკრანს. კლიჩკო წამგებიანია, აღარ გამოჩნდეს საერთოდ. ვინ კითხავს თითქოს, ხო? ეხლა იაცენიუკის დროა. იაცენიუკი მომგებიანია, თუნდაც ყოველდღე იყოს. და მე მიყვება პუნქტებად ეს ქალბატონი და ბოლოსში მაპატიად წაიკნავლა ელჩმა, რომ ტორია, ვიქტორიას ტორიას ეძახიან. ევროპელები? ტორია და აი აქ ევროკავშირის ელჩები არიან, ჩვენ თანამშრომლობთ და ცოტა სხვა აზრის არიან. ბუნებრივი, იმიტომ რომ პოროშენკო არანაკლები ბანდიტი და უარესი ასე ვთქვათ კორუმპირებული. ხო? აი სხვანაირი აზრის არიან ამ პროცესებზე და იცი რა? fuck you. თქვენი ნებართვით ავთავრნი ამას ეს საერთაშორისო სიტყვა გახდა. იმედია ჩვენი მაყურებელი მიხვდება. დიდი სკანდალი მოხდა, საბჭოთა დეპარტამენტი იხდიდა იუმორით, მას რა ქვია, ბოდიშებს რომ ტორიამ ხო ერთი წელი იმუშავა ბარჟაზე, რუსეთში, მურმანსკში და იქ აკრიფავა ეს ასე ვთქვათ, იქ ინგლისური რუსული ხო ის საგანკილო. აი ეს ტორია ნულანდი, როდესაც დაინიშნა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს თავის საწყის პოზიციაზე, კელი დეგნანი, რომელიც მაშინ მანამდე იყო შესანიშნავი ელჩი და ოცნების ხარდაჭერები ამბობდნენ რომ წლის ელჩად უნდა გამოვაცხადოთ, მაშინ მიიღო დავალება. თან კატეგორიული დავალება, როგორც ჯარში ასეა საქართველოს მთავრობამ უნდა გადასცეს ჯაველინები და ბუკები, ყველაფერი უნდა გადასცეს უკრაინას. როდის მიიღო დავალება? მარტის დასაწყისში. კასიანოვმა ეს დაწერა, რომელიც იყო ბოლის შესაძლებელი. ვერ შეასრულა დეგნანმა ეს დავალება. როგორი ბრძოდა ვიცით? აი ეს ფრაზა, რაც ბატონმა ბიძინამ გააჟღერა, რომ მაღალჩინოსან ოთხა ღარიბაშვილს უნდა და იმან თქვა, რომ დაიწყება მაშინ რუსები ეხლა მაშინათვე და იქნება ბრძოლა და ჩვენ 3 საათზე ხო ვერ გადა. მე რა? ტყეში გადით. 3 საათში ხო 3.5 მილიონი ქართველები არ დაიხოცებით. ხო? გახვალ ტყეში და პარტიზანულ ბრძოლას გააგრძელებთ. ეს იმ ფონზე აი რატომ არის რომ ტრამპის პოტენციალი დიდია ძალიან. ამით კი ამ ფონზე ბაიდენს ეკითხებიან, კი, მაგრამ უკრაინას რო ასე უჭირდა კონტინგენტს არ გააგზავნით, ექსპერტები, სპეციალისტები და შემდეგ. აი რაც თქვენ boots on the ground, ანუ ჩექმები არ დაადგება, არა, არავითარ შემთხვევაში. ეს რო გავაკეთოთ, რუსეთი მიიჩნევს, რომ ფართო მასშტაბიან ომში ვერთვებით კიევის ხარეს. ჩვენ კი ამისთვის ზათ არა ვართ. მე მაშინ ერთად გამოსვაში ვთქვი, მე მინდა დავამთავრო ბაიდენის ფრაზა, მან არ დაამთავრა ეს ფრაზა. აგერ არიან ქართველები მზად არიან 24 საათი 7 დღე კვირაში იომონ რუსეთთან და იომონ. გესმით? ასე იყო. და აი ახლა აი თქვენ არ ახსენეთ ამ განკარგულებებში. ერთ-ერთი პირველი იყო 90 დღით შეჩერდეს ყოველნაირი დახმარება, რაც გადის უცხოეთში.
ერთ-ერთი პირველი და ამ სამ თვეში გადაიხედოს ეს მართლა სჭირდება შეერთებულ შტატებს რომ იყოს ისე ძლიერი. თუ არ შეიძლება, თუ პირიქით არის. თუ ეს სისხლის დენაა შეერთებულ შტატებისთვის, არა მარტო სისხლის დენა. გამწარება ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილისა, რომელიც თავდა ვიცით. Yankee go home. გახსოვთ ეს სლოგანი? ეს კომუნისტების მოგონილი კი არ არის. ეს წარუმატებელი ხდებოდა ყველგან ლათინურ ამერიკაში. სადაც სოციალურ ინჟინერიას გადაყვებოდნენ და უკაცრავად ჯონ გრეის წერილია მწვიდვალე დიდი აუდიტორია ავღანეთში სავსე ქალები და კაცებით ავღანელებით ნამდვილი ავღანელებით მაგიდაზე დევს პისუარი იმიტომ რომ მორის ჯუშამმა 911 წელს ჩამოხსნა კედლიდან პისუარი გადააბრუნა და ეს გახდა კონცეპტუალური ხელოვნების რევოლუცია ცნობილია ბანანი მისი გაგრძელება მხოლოდ აი უხსნის ეს ქალი აუდიტორია უყურებს მე აუდიტორიიდან მორიბუდებული კითხვებია და ის თეთრი პისუარი თუ უნიტაზე იყო პისუარი მამაკაცებისთვის იმ სქესისთვის კი ბატონო კი მაგრამ ეს თეთრი რა არის ეხლა ლექტორი იწყებს ახსნას რომ იცით ეს თეთრი არის ეს და ეს აუდიტორია ძალზედ გაოცებულია გესმით და თქვათ ის პროცენტულობა თალებების ხარდაჭერი იმ აუდიტორიიდან გამოსულ ადამიანებში გასაგებია ხო აი ეს ყველაფერი აი ნახეთ Zuckerberg-მა არცაც მე არ ველოდი ასეთ რეაგირება სწრაფს. გამოვიდა და ფაქტ-ჩეკერი ცენზურა აღარ იქნება. მაგრამ ბატონო პეტრე, ეს მხოლოდ ამერიკელებისთვის. ჩვენ ინდიელებისთვის ჯერ არა, ჯერ მოქმედებს. მაგრამ ეს მოქმედებს, მაგრამ თავის დროზე. მაგრამ აღიარა. მე რაღაცების დადება ვიდეო კოლეგებმა მითხეს რა აზრი აქვს დადებას, მაინც წაგიშლიანა. ვინ მეთქი? ფაქტ-ჩეკერები, ანუ ფაქტის შემოწმებული. ვინ არიან მეთქი? ხვითონ ძამბევს ვიცნობ ხო მამა? ამდენი წლის მოშოობის შედეგად ეს არიან ესე იგი კიცმარიშვილი, კიწურაშვილი უკაცრავად და სერგი კაპანაძე. მე ვთქვი ბარემ გამოეშვათ ესე იგი ვანა მერაბიშვილი და ადეიშვილი ჩამოიყვანა და იმათთვის შეებარებინათ პირდაპირ ფაქტ-ჩეკერები. ეს ხო მარაზმია, ხო? და ესენი ხო სხედან და დასავლეთის ესენი არიან, აი ამოწმებენ თურმე. როგორ ამოწმებენ ვიცოდით, ხო? მაინც მოვა ეს აქამდე. მე მესმის რომ უცეფარა სამი გვერდი გაგვიუქმეს ჩვენს media holdings 70000 გამომწერამდე ყავდა ერთი და მეორეში 30000 როგორც მაგალითი მე მინდა ხაზე გავუსვა ტრამპს ჯადოსნური ჯოხი არ აქვს სამაგიეროდ აქვს ის რომ მთელი ამერიკა ხედავს რომ ეს ადამიანი მოაზროვნე ამერიკა დადგა ამჟამად პროგრესის ნამდვილი პროგრესის მხარეს ეს არის სწორედ ხელოვნური ტექნოლოგია აი ახლა ნახეთ ეკოლოგიას რა ეშველება წამყვანი ჯოელ კოტკინი წერდა რომ ხალხო რა სიგიჟემდე მივდივართ როცა ამ CO გაზების ლამის ნახევარზე მეტს აწარმოებს ჩინეთი რომელიც ხელს არ აწევს ჩვენ აქ კოლოსალურ ფულს ვიხდით იმისთვის რომ ჩვენ ეს არ გამოუშვათ ხო ამიტომ ჩვენი პროდუქცია ავტომატურად ხდება ბევრად უფრო ძვირი ჩინეთზე არა და ატმოსფეროს საერთოა ჩინეთი მოწავლავს რაღაცას და მარილჟევა ნახშირჟევა წვიმები მოვა ამერიკაში 2 დღის შემდეგ ხო? რას შვებით ამით? შვებით მხოლოდ იმას, რომ კონკურენციაში ჩინეთს ჩამოვრჩებით. როგორც ბევრ რამეში. აგზალავ რაღაცა შეზღუდა აი ტექნოლოგიებს ის შეზღუდავს. მინდა იცოდეთ ჩინეთის ძირითადი დღეს კაპიტალი, რასაც ამერიკა ადვილად ვერ დაეწევა, არის 250 მილიონი ძალზე განათლებული მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი. რაც ამერიკას არ გააჩნია. სწავლების დონე არის ძალიან მაღალი. ყველა მიცოდეს რომ რა ხანია ევროპიდან, გერმანიიდან, გერმანია რაც იყო ხო, იცით, საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან საერთაშორისო ოლიმპიადებზე მათემატიკაში, ფიზიკაში ერთს არ გაუმარჯვია. თლიანად უჭირავს ინდოჩინეთს. ჩინეთს და ხანდახან რუსეთის იმარჯვებს. რუსეთი და ხანდახან კიდე ჩვენი კომაროვის სკოლა. კი ბატონო. 9 სკოლაში იღებს პირველ ადგილს თუ მეორე ადგილს და უსწრებს რუსეთს ბევრად, გესმით ესე. ამიტომ აი ეს რაციონალური მიდგომა, პირველი, სოციალური ინჟინერია არის მავნებლობა და კონტრპროდუქტიული შეერთებული შტატებისთვის პირველ რიგში და გარდა ამისა აზიანებს ნაცვლად იმისა რომ დაეხმაროს სხვა ხალხებს. ეს რამხელა ის არის. 100,000 ჯარისკაცი ყავს შეერთებულ შტატებს ევროპაში. ტრამპი ამბობს გამოყავს. კი, არა, ამბობს რომ თუ თქვენ გინდათ რომ ჩვენი ჯარისკაცებმა თქვენი უსაფრთხოება დაიცვან, კი ბატონო, მაგრამ თქვენ უნდა გადაიხადოთ ამის ფული.
ჯამაგირი იქნება, შენახვა იქნება, რაღაცა ჩვენ რატომ უნდა წავართვათ ფული ჩვენს ასე თქვათ გადახდას იმის გამო რომ თქვენ არ გინდა და ევროპაში ძალიან მოკლედ ვიტყვი. ევროპაში დღეს აი არ მსგავსი წარმონაქმნი მეტნაკლებად აქვს პოლონეთს და ფინეთს. არც ბრიტანეთს 75,000-ია ისიც კი მაქსიმალური რასაც ვერ აღწევენ. 75 და იქ რო გამოვაკლო ტექნიკური პერსონალი, კი ბატონო. ვინც ველზე შეიძლება გამოვიდეს და იბრძოლოს, არის სასაცილო ციფრი, საფრანგეთი. აი მე ვიხალისე პირდაპირ გეტყვით, როცა ტრამპმა თქვა გრენლანდიასა და გამოვარდა საფრანგეთის საგარეო მინისტრი, ვერ წაიღებს გრენლანდიას, ევროპა დღეს ძლიერია. რას გულისხმობს ამ ძალაში? აი თქვა და გადაუბრუნდა ვიღაცას ტვინი და გააგზავნა თქვა საჰაერო დესანტი. ვინ ამოიღებს ხმას? რამე რო იყოს თქვა, ისე რომ ხო? გამორიცხულია, საფრანგეთს ბირთვული არაღი აქვს რა დაარტყავს ვაშინგტონს ბირთვული არაღით გრენლანდიის გამო? ხო? სისულელე და პოლონეთში ჩატარდა ხო გამოკითხვა მოსახლეობის 10%-მა გამოკითხვაში და თან ინკოგნიტო გამოკითხვა სახელგვარს ხო არ ამბობ თქვა რომ დავრჩები პოლონეთში და ვიომებ თუ რუსეთის შემოესება პოლონეთში. დანარჩენ 90-მა არაო. არ დავრჩები, არ ვიომებ. საფრანგეთში მზადდებოდა ახლა 2500-იანი შემადგენლობა უკრაინის სპეციალური ბრიგადის. 155 და დაიშალა. კი ბატონო. დაიშალა რადონეს. რომ უამზადეს დახარჯეს ფული და დრო 1700 გაიქცა საფრანგეთშივე. 800 ჩამოვიდა უკრაინაში. და ზელენსკი რომელსაც სოცხალი თავით არ უნდა მობილიზაციის კანონიცად გაამკაცოს და არაფერი და ვინ იომებს საერთოდ, ხო? ასეთ ვითარებაა. პოლონეთიდან ახალგაზრდები გარბიან და ვისაც აქვს საშუალება დღეს ყიდულობენ უძრავ ქონებას ესპანეთში და სხვაგან. აი ეს რეალობა თუ არ გავითვალისწინეთ, ხო? ამ რეალობის გარეშე, რომელიც არის ისეთი, როგორიც არის, პოტენციალი ტრამპის და მისი გუნდის მიდგომისა, საღიაზროვნება, პრაგმატულობა, ჩაორევლობა. აი ნახეთ რა მოხდა. ბუშის პროგრამა ხო გვახსოვს? ბუშის პროგრამა იყო ჩავერევით ყველგან. ეს ჩვენი უფლებაც არის და მოვალეობაც. ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე საადმე თუ შევატყეთ რომ დემოკრატიას რაღაც გაუჭირდა, თუნდაც სამხედრო ძალით ჩავერევით. ეხლა სრულიად საპირისპიროა ანტი ამისი. ეხლა არის რომ ჩავერევით თუ ომი არ თავდება და იმისთვის ჩავერევით რომ დამთავრდეს. სწრაფად და გაერთიანებით ეს ომი. მეტი არაფერი. მოვესწარეთ ამას, ეს ძალიან კარგია. კი ბატონო, გიორგი, ჩემი აზრით, განსაკუთრებულად დამამცირებელია ტრამპის ტონალობა ევროპელებთან მიმართებაში. და ამას ობიექტური მიზეზები აქვს ახლა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მოსახლეობის რაოდენობით დღესაც აღემატება ევროპა გაერთიანებული, რასაკვირველია, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის თბილ მოსახლეობას. პოტენციალით თითქოს დააღემატება, მაგრამ ფაქტია, რომ აი უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ევროპის ეკონომიკა მცირდება და ამერიკული ეკონომიკა იზრდება და ტენდენციაზე რა ახდენს ტენდენციის ფორმირებას. ელექტროენერგია იქ რაღაცა 30%-ით იაფია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უზრუნველყოფს საკუთარ თავს ენერგომატარებლებით, არის ნავთობი და გაზი. კი ბატონო, არანაირი პრობლემა არ არის. საუდებზე მეტი. და ამავე დროს, დღესაც ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე ძლიერი ჯარის მქონე ქვეყანაა, ეს სახელმწიფოა. და ეს ყველაფერი ევროპას არ გააჩნია. ევროპა არის მოწყვლადი ენერგეტიკული თვალსაზრისით, როგორც ბატონმა პეტრემ თქვა, ევროპამ ვერ მოახერხა ამდენი წლის განმავლობაში და ვერ შექმნა თავისი შენაერთი სამხედრო და ამ თვალსაზრისით ევროპელებს აი ამ დიდ თამაში, რასაც ახლა რაც ბჟეზინსკის ენაზე საჭადრაკო დაფაზე, ხო? რისი იმედი უნდა გქონდეს? შენი აზრით მიიღებს თუ არა მონაწილეობას მოლაპარაკებაში, გულისხმობ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და საერთოდ შენი აზრით ევროპას სუბიექტურობა დღეს გააჩნია? ხო, ეგ არის ალბათ თავარი კითხვა და
სამწუხაროდ ევროპისთვის ჩემი აზრით სუბიექტობა უფრო სწორად. ხო და სამწუხაროდ ევროპისთვის ჩემი აზრით მაგაზე უარყოფითი პასუხი არსებობს. და ეს ეხლა კი არ არსებობს, აი უკვე დიდი ხანია, მაგრამ განსაკუთრებით გამოჩნდა 2021 წლის დეკემბერში, როდესაც პუტინმა ის დოკუმენტი გაუგზავნა ამერიკელებს და არა ევროპელებს. ევროპელებისთვის ესე ვთქვათ, ასლიც არ გაუგზავნია ამ დოკუმენტის. ისე ვისთვის უნდა გაეგზავნა? Von der Leyen-ისთვის, არა, რიტორიკული კითხვა უბრალოდ. ხო, არ ვიცი, თვითონაც ვერ მიხვდა ეთქობა პუტინისთვის შეიძლება ვის დაურეკო ევროპაში. კი ბატონო. კისინჯერის ამბობენ. მითხარის ვის დაურეკო. ვინ წარმოადგენს ევროპას ამ შემთხვევაში? ხო, ნუ მაკრონი ცდილობს ხოლმე რაღაც წარმოადგინოს, ხან შოლცი ცდილობს, მაგრამ შოლცი როგორ შეიძლება რამეს წარმოადგენდეს საერთოდ? კლოუნი. რომელიმე ქვეყანას საერთოდ წარმოადგენდეს, არ ვიცი, საერთოდ არაფერს არ პირიქით პატივისცემის მიუხედავად გერმანელი ხალხის მიმართ, არ ვიცი შოლცი როგორ შეიძლება წარმოადგენდეს რომელიმე ქვეყანას საერთოდ, ხო? მაკრონს კიდე რაღაცა ჟილეტი აცვა ხოლმე რაღაცა ისეთი იმპოზანტურად გამოიყურება ქემაიც. და აი შოლცი რთულია რომ ზოგადად აი ან ბიჯაკი ჟილეტი არ უხდება მოგრაჩიოთ. ჟილეტიც არ უხდება. სავარაუდოდ და ნუ ანალენა ბერბოკის ეს ვიზიტებმაც თავი დაგვამახსოვრა ძალიან კარგად და ცოდნამაც რა თქმა უნდა ბევრი რამის. მაგრამ მოკლედ განსაკუთრებით გეომეტრიის დარგში. არა მარტო ნაპოლეონმა რო ტანკები დაიპყრო მთელი ევროპა, ის დრო აღარ არისო. კი ბატონო. წავიდა ის დრო, ჩაბატა წასულ. კი ბატონო. ეს არის ანეკდოტური ხალი. კი ბატონო. კი ბატონო. პანცერ თქვა ნაპოლეონმა, ეგრე სადღა არისო. ის დრო აღარ არის. ის დრო აღარ არის. სადღა ყავს საფრანგეთს მაგდენი ტანკი რო დაიპყრო. აბაში ვარ. კი ბატონო. მაგრამ ფაქტია რომ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ერთის მხრივ პუტინმა არ ჩათვალა საჭიროდ რომ ევროპელებისთვის მიემართა რომ მოდი შევთანხმდეთ რაღაც საკითხზე რომ ომი თავიდან ავიცილოთ და ახლა უკვე ომის მიმდინარეობისას ტრამპი არ თulis რომ მათ უნდა მიმართოს ამ საკითხთან დაკავშირებით ხო არა საერთოდ არ უხსენებია რომ ვინმე ევროპელების მხრიდან საჭირო ამ პროცესში მონაწილეობდეს ხო დღეს თუ გუშინ განაცხადა რომ იმედი აქვს სი ძინპინი დაეხმარება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში. ანუ ეს სამი ფიგურა ესე ვთქვათ. ელაპარაკა და უთხრა. ხო, ეს სამი ფიგურა უკვე გამოიკვეთა, ხო? თვითონ სი ძინპინი, რა თქმა უნდა, პუტინი, რომელზეც უკვე დიდი ხანია საუბრობს, რომ მასთან აქვს ურთიერთობა და შეუძლია შეხვდეს და ამაზე ისაუბროს და მეტიც აქვს მოლოდინი, რომ შეძლებს ამ საუბრის შედეგად შედეგის დადებას, ხო? ანუ სამი ფიგურა გამოკვეთილია. ზელენსკისაც კი არ ახსენებს ხოლმე აი ამ ესე ვთქვათ ამ საკითხის მოგვარების ნაწილში, ხო? და ნუ ყველაზე სამწუხარო ევროპისთვის, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ევროპა არ განიხილება აი ამ ესე ვთქვათ შეთანხმების მონაწილედ. შეიძლება ობიექტათაც კი არ განიხილება, სუბიექტად რო არ განიხილება, გავიგეთ და ობიექტათაც შეიძლება არ განიხილებოდეს შეთანხმების საკითხი, ხო? ანუ რაღაცა მერე იყოს ესე ანუ რაღაცასთან ერთად განიხილონ ევროპის ბედი და არა ვთქვათ ესე როგორც ცალკე ესე ვთქვათ შეთანხმების საგანი არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ არ მოიხსენიება აი ამ ასე ვთქვათ აი ამ სამკუთხედში იქნება თუ რაღაცა ანუ გეოპოლიტიკური აქტორი ევროპა არ არსებობს არ არსებობს იმიტომ რომ ამას ბორელის კი აღიარებდა მოდი დავანებოთ თავი პუტინს და ტრამპს და ვთქვათ ასე სი ძინპინი ზოგადად უფრო მეტად ის არის ხოლმე კორექტული ამ ყველაფერს ხო იმას სულ აქვს ეს რომ რაღაც ევროპასთან ვაჭრობა მნიშვნელოვანია და რაღაც ეგეთ რაღაცებს ამბობს სულ და რაღაც 1 ტრილიონამდე ყიდის რა თქმა უნდა კორექტული კი იქნება ხო მაგრამ ანუ 1 ტრილიონზე მეტ შეიძლება ამერიკელები ჩაულობენ ევროპაში მაგრამ ვერ შეულობენ მაგაშია საკითხი ამბავ არ ვიცი ეს ბოლო გაზის და ნავთობის ამან მისცა შესაძლებლობა ანუ სხვადასხვა გათვლები ვნახეთ სხვადასხვა პროფიციტით რო ასრულებდა ამერიკის შეერთებული შტატები ეს 2 წლის განმავლობაში ეს გაკვირვებას იწვევდა ვინაიდან ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით ანუ მაღალი ინფლაცია ემისია ეს რაღაცა გიჟური რაღაცა რამდენიმე მილიარდიანი დოტაციები იგივე კოვიდის დროს და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ ეს ზრდა არ უნდა ყოფილიყო 2-3%-ი და ზრდა არის სწორედ იმის გამო, რომ
ჭარბად გაყიდეს ნავთობი, გაყიდეს თხევადი აირი. სხვადასხვა მონაცემებით დაახლოებით 400-500 მილიარდამდე შემოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ არ ვითვალისწინებთ რეინდუსტრიალიზაციის, რეინვესტიციების ეფექტს. ანუ ბუნებრივია ეხლა იცით რომ რელოკაცია Volkswagen-ი, BASF-ი ყველა ეძებს და სხვათა შორის თავის ლოკაციების, სარეზერვო ლოკაციებად იხილებოდა ან ჩინეთი, ან ამერიკის შეერთებული შტატები. და აი დავოსის გუშინ მქონდა დავოსში ჩართვა ტრამპს და მან თქვა, ჩვენ შეგიქმნით ამერიკელები, ანუ ყველა პირობას აიმის რომ თქვენ გადმოიტანოთ თავის საკუთარ ბიზნესი აქ, ჩვენ დავწევთ გადასახადს, ელექტროენერგია როგორც თქვი 20-30%-ით უფრო იაფი, ამდენად ყველა პირობა არის ამისთვის. კი ბატონო, ხო და მაგას ვამბობ, რომ შეიძლება სარგებელი ერთნაირს ნახულობდეს ამერიკა და ჩინეთი არ გადამიმოწმებია უბრალოდ ამერიკის სარგებელი ამ ნაწილში. და შესაბამისად უბრალოდ ჩინელებს აქვთ ხოლმე ესეთი ბევრად უფრო კორექტული სამეთყველო აპარატი. მათ კულტურაში კი ბატონო. კი ბატონო. და დავანებოთ თავი ჩინეთს, რუსეთს და პუტინს და ტრამპს და ასე შემდეგ, ხო? ბოლო წლების განმავლობაში ევროპელების ყოფნა აფრიკის კონტინენტზე, უბრალოდ ამ ყოფნის შემცირება, ხო? ცალსახა ნიშანია იმისა, თუ რამდენად უკან მიდის ევროპელების როგორც გლობალური სუბიექტის როლი და ფუნქცია ჩვენს თანამედროვე გლობუსზე, ხო? ანუ არ ჭირდება ამას პუტინის და ტრამპის განცხადებების დაკვირვება. იქაც კი რომ დავაკვირდეთ მათ მდგომარეობას და რამდენი ქვეყნიდან მოუწიათ გასვლა ფრანგებს განსაკუთრებით, ხო? ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ, მანიშნებელია იმისა, რამდენად მათ აღარ ითვალისწინებს ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთი და ახლა უკვე როგორც ცალსახად ჩანს გლობალური დასავლეთის ეპიცენტრიც კი ამერიკის შეერთებული შტატების სახით, ხო? კი ბატონო. ბატონებო და ესე იგი მაგ ბოლო კითხვა ჩვენი გადაცემის ძალიან და ყველაზე მნიშვნელოვანი რასაკვირველია და ამიტომ გთხოვთ ესე იგი აი ამაზეც მივშელოთ. ანუ ადრე თუ გვიან მოხდება ერთმანეთთან პუტინის და ტრამპის დაკავშირება. ერთი ყოველდღე ამბობს რომ ეს მე აუცილებლად დაუკავშირდები, მეორე ესე იგი აცხადებს აი ამ მზაობას, მოლოდინიც რომ ესე იგი დამიკავშირდი მეც დაგელაპარაკები. იქ მანამდე ესე იგი ორმხრივი მოლაპარაკებები სატელეფონო ტრამპსა სიზიმპის შორის, მე პუტინსა და სიზიმპის შორის. მოკლედ მთელი მსოფლიო ელოდება აი ამ კომუნიკაციას და შემდეგ უკვე იცით თქვენ რომ თავისი სპეცწარმომადგენლის დანიშნა ტრამპმა, რომელსაც დაავალა, რომ 100 დღეში მოეგვარებინა ეს კონფლიქტი. ადრე 24 საათის განმავლობაში აპირებდა ამ კონფლიქტის მოგვარებას, ну ასე დაპირებას აძლევდა საკუთარ ამომრჩეველს, მაგრამ აი შეხედა თვალებს რეალობას და მიხვდა რომ რთული პროცესია. მაგრამ აქ არის შემდეგი რამ. პუტინი ამ კონფლიქტს უყურებს როგორც კონტინენტალური უსაფრთხოების სისტემურ პრობლემას. ანუ აქ არ არის საუბრები მხოლოდ აი ამ 5 ტერიტორიაზე, ზაპოროჟია, ლუგანსკი, დონეცკი და ასე შემდეგ. ის ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. ლეგიტიმურ, ანუ არსებითად ითხოვს ახალი უსაფრთხოების სისტემის შექმნას ევროპაში. ტრამპი ასე არ უყურებს. ტრამპს მიაჩნია რომ ეს არის აი ბაიდენის დაუდევრობით მისი აი ეს რაღაცა იმით რომ რაღაცა სუსტია და გაუბედა პუტინმა და აი ეს რაღაცა გაუგებრობაა მოკლედ ლოკალური და ამერიკისგან საერთოდ შორს არის და ამერიკას არც უნდა აინტერესებდეს და საერთოდ ეს ევროპელების პრობლემაა და რატომ კლავს ეს ხალხი ერთმანეთს ეს მოძმე ესე იგი ერი. ანუ სხვანაირად უყურებს ამ კონფლიქტს და მე მგონი ყველაზე დიდ პრობლემას ამ კონფლიქტის დარეგულირებაში სწორედ ეს ქმნის. ამდენად დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომები აქვს ამ ორ ქვეყანას. ამას მინდა მივაბა კითხვა, ანუ პრინციპის ძირითადი კითხვა. თუ კი მოხდება და აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე გათვალისწინებული იქნება, რა თქმა უნდა, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის მოსაზრებები და სურვილები, ყველაზე ნაკლებად ევროპელების. ხომ არ გამორიცხავთ და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ მით უფრო ვთქვი, რომ პუტინი გლობალურად განიხილავს ამ საკითხს, რომ ამ მოლაპარაკების საგანი არა მხოლოდ უკრაინა შეიძლება იყოს, არამედ საქართველოც, ბელორუსიც
ანუ ის არეალი, რომელიც რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროებად მიიჩნევს. და აქაც გათვალისწინებელია ჩინეთის ფაქტორი, ვინაიდან ვიცით, რომ კავკასიას აქტიურად ითვისებს ჩინეთი, გულისხმობ ინფრასტრუქტურას, პორტი, არის საუბრები, სულ უფრო ინტენსიური არის China Bank-ის შემოსვლასთან დაკავშირებით, ჩინეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. ხო არ არის ერთ-ერთი გარანტორი ამ თვალსაზრისით და დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოს საკითხი მათ შორის. ბატონო პეტრი, მოდით დაიწყეთ. იცით, აი ბოლო კითხვით დავიწყე. სიტყვა გარანტორი თქვენ ახსენეთ და ძალიან სწორედ შემისადეთ. მე შეგახსენებთ პომპეოს, რომელიც აღარ დაენიშნა ბადობა ღმერთს საღვთიოდივნად, ვიზიტი საქართველოში. და მისი განცხადება, რომელსაც მე ვუსმენდი და ნუ ახლა ქონდა ურთიერთობა, მათ შორის პირადი ურთიერთობა ჯეიმს ბეიკერთან, სხვებთან, მე მახსოვს ეს დონე. ვისმენდი და ყურებს ვერ ვუჯერებდი. პომპეო ძალიან ემოციურად ამბობდა, ქართველებმა თქვენ უნდა ააშენოთ ანაკლის პორტი. შეერთი დიდაქტიკურად, იმპერატიულად უნდა. ოღონდ ამისათვის თქვენ არ უნდა ჩართოთ ამაში არც ჩინეთი, არც რუსეთი. ეხლა ნახეთ, პომპეოს რო გაეგზელებინა ეს სიტყვა იმით, რომ ჩვენ ამერიკელებმა აგერ მივიღეთ გადაწყვეტილება, დასაწყისში პირველი ტრანში იქნება $5 მილიარდი ინვესტიცია, ჩვენი საზღვაო ფლოტი დაიცავს უსაფრთხოებას მთლიანად ამ პორტისა, ნუ გონიათ რომ რაღაცაა და ასე შემდეგ. ოპიკი დააზღვევს ეს მithbat ყველაზე დიდი კომპანია, overseas private, ასე შემდეგ. გასაგებია. მაგრამ ცოცხალი თავით შემოსვლა არ უნდა თვითონ, არც ერთი ცენტის ჩადება არ უნდა. არ აწყობთ არაფერს. ფოთში პატარა პროექტი დააზღვიეს და მოხდებათ, კი ბატონო. ეხლა ნახეთ, ანაკლია. სააკაშვილის და გენერალი ბიძამისის მიერ მოყვანილი ტანკები, артиლერია და რაკეტები და ასე შემდეგ რუსული თბილისიდან დგას აგერ 30 კილომეტრში და ანაკლიაში ხო იცით რომ აი ღობეა რაღაცა ბადია და იქ დგანან, არ უნდა ბინოკლი არაფერი, ხო? ეხლა იქ პორტი როგორ უნდა ააშენო? დაიწყებ თქვა შენებლობას და დადგება რუსული სამხედრო რეიდზე ხომალდი. ვინ ააშენებს? დავხედოთ პატარაა ეს გლობუსი, ძალიან პატარაა ხო დღეს? რომელი ქვეყანაა, რომელიც რომ შემოვიდეს ანაკლის პორტში, კრემლი ხმასაც არ ამოიღებს. შეიძლება მიესალმოს კიდევაც. ეს არის ერთადერთი ქვეყანა და ეს არის ჩინეთი. ჩინეთი შემოვიდა თუ არა ანაკლიაში. გამოცხადდა კიდე სხვა ტენდერი დამოუკიდებელი. სას მაშინა თუ შემოვიდა ბელგიური კომპანია. რატო არ ეშინია ბელგიურ კომპანიას რო ფული დაიკარგება? იმიტომ რომ სახურავია. იმიტომ რომ ქოლგა ჩინეთისა და კრემლი ხელსაც არ გაანწრებს გამორიცხულია. ერთადერთი, ხო? აი გარანტია. და როდესაც ანტიეროვნული ძალები ზოგიერთები რო რადიკალურ პოზიციას უწოდებენ და მე ეს ენა ვერ მომიტრიალდება ვერასოდეს რომ ეს ოპოზიცია ყირიან აი ჩინეთი, ხო? და სხვა ვინ? ეთქვა პომპეოს, ხო? ეხლა ნახეთ, გადავალ მთავარზე. პრობლემა არის დიდი და ამ პრობლემაზე წამყვანი პოლიტოლოგები დღეს მსჯელობენ. პრობლემა ასეთია. მაგალითად, ანატოლ ლივენი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია დღეს სოფლიოში, არის ხელმძღვანელი ამ პასუხისმგებლო ხელისუფლებისას ვთქვათ, ორგანიზაცია ქვია ამას და აკრიტიკებდა ბაიდენს ქვას-ქვაზე არტოვებდა, იმიტომ რომ ყოველგვარი დიდი სტრატეგიის გარეშე იმდენ ფულს აძლევდნენ უკრაინას, რომ კონფლიქტი არ დასრულებულიყო. აი, მაშინ შეიქმნა ტერმინი დასავლეთ შეიქმნა ბრძოლა ბოლო უკრაინამდე. თორე სხვა კი არაფერი, არავითარი ხედვა, ხო? წერს ეს ადამიანი, რომ ერთადერთი გზა არის, რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა მოილაპარაკონ, რომ შეერთებულმა შტატებმა მაქსიმალურ კომპრომისზე დაიყოლიოს რუსეთი, მაქსიმუმს რაზედაც კი პუტინი შეიძლება წამოვიდეს და შემდეგ ეს დადოს როგორც fait accompli, შესრულებული ფაქტი დაუდოს უკრაინას. თუ უკრაინა იქნება ჩართული მოლაპარაკებაში, ეს არ დამთავრდება არასდროს და ეს არის ფაქტი. აი ეს. აი ახლა აქ არის პრობლემა. რას თქვენ თქვით? მე ცოტა ასე ვთქვათ, გავაფართოებ და ტერმინოლოგიას დავამატებ. პუტინი ითხოვს იალტა 2-ს. რა თქმა უნდა, კი. და პუტინს რესურსი ამისი არ აქვს. მაგრამ ჩინეთთან ერთად? აი ჩინეთთან ერთად არ გამოვა, იმიტომ რომ ჩინეთი იმდენად უფრო დიდია რუსეთზე. გესმით? იმდენად უფრო დიდი, 10-ჯერ დიდია მოსახლეობით, მეტი. $1.5 მილიარდზე მეტია და რუსეთი დღეს რეალურად 135 მილიონია, მეტი არ არის, ხო?
160 მინიმუმ კი ბატონო. 135 დღეს, 150 რაღაცა იყო და 160 და რაღაცა 164 მილიონია მე მგონი. არა. ანუ აი ამ ახალი ამოსახლეობით ომის შემდეგ. ნუ მე ეგრე ყოველ შემთხვევაში მე ეგრე მახსოვს ბოლო მონაცემ. ნახოთ შევამოწმეთ. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ნიგერიაში დღეს დილით ვამოწმებდი 200. არა, ჯერ მეტია კაცო, ჩინეთის მოსახლეობა რა თუნა მაგას და ეკონომიკა 3-ჯერ 4-ჯერ უფრო დიდია. არის ეკონომიკა საჯერ მეტია. ეკონომიკა მეტია ხო. ჯამში გავასწრო შეერთებულ შტატებში. 17 ტრილიონია ხო? ეკონომიკა ჯამში ესე იგი. ბატონო, პარიტეტით ამერიკელებსაც უსწრებს. PPP-ით გავასწრო ამერიკას. რა თქმა უნდა, ანუ ბატონო პეტრე, თქვენ ამბობთ რომ ჩინეთი არ მისცემს შესაძლებლობას რუსეთს დაუმსახურებლად მოიპოვოს ზესახელმწიფო სტატუსი, რომელიც იალტას ინიციატორი და ინსპირატორი გახდება. ურალის ქედიდან ვლადივოსტოკამდე ცხოვრობს რუსეთის მოსახლეობის 15%. ძალიან კი ბატონო. ვეებერთელა ტერიტორიებია, რომელთა სიმკვრივე ნაკლებია და სახაროს უდაბნოში. ეს ვეებერთელა ტერიტორიები. გვახსოვს ბჟეზინსკი რუკასთან იდგა და შემოხაზა რაღაც ტერიტორია რუსეთში, ვეებერთელა და თქვა, აქ ცხოვრობს სულ რაღაცა 300,000 ადამიანი. მერე პატარა ტერიტორია საზღვრის მეორე მხარეს ჩინეთში შემოხაზა, აქ ცხოვრობს 35 მილიონი. გესმით? დამთავრებული ამბავია ამ ხრივ. ამას არის კლასიკური შრომები ვიშნევსკის დასვების დიდი. არა, შეუძლებელია ცხოვრება, საერთოდ ხალხი მაგადანში როგორ ცხოვრობს და ნორილსკში როგორ ახლა ბალახი ამოდის ხასხასთან, დათფობა, საქონელი მრავლდება, გავლენას კი. და მთელი ამბებია, მაგრამ მე რას ვამბობ იმას, რომ აქ ჯერჯერობით არის ისეთი ამბიცია კრემლის მხრიდან, რომელს ყველაფერი წამოიწყო იმ დიდების, აი რაბკოვი ხო გვახსოვს? მისი ულტიმატუმი სახელმწიფო. თელი ბარგი ბარხანა აკრიფეთ გუდანაბადით და გადით. სადაც იყავით 87 წლამდე. 88 წლამდე, ხო? ანუ პოლონეთი ყველაფერი დაატოვეთ, ეს იყო ჩვენი სფერო. და როგორი ფორმით, ხო? ეხლა ამის ის არ არის, მაგრამ დათმობაც არ უნდა. ამ დროს მირშაიმერი ის იქნება სხვა მრჩევლები ერთმანეთ ამბობენ ჩინეთი ნამდვილი მეტოქეა შეერთებული შტატებისა ყველა პარამეტრით. სხვათა შორის უკაცრავად გაწყვეტინებ, ტრამპმა არ ახსენა რუსეთი თავის სპიჩში და ახსენა ჩინეთი პირდაპირ, რომ ეს არის პირდაპირ ჩვენი მთავარი კონკურენტი. კი, კონკურენტი, მეტოქე, არა მტერი. კონკურენტი მეტოქე. ამიტომ აქ ასეთი ის არის, რომ თუ გინდა რომ ამ კონკურენტთან და მეტოქესთან კონდეს ჯანსაღი და ძლიერი პოზიცია და კონკურენცია, რუსეთთან უნდა კონდეს კარგი ურთიერთობა. ეს არის აპრიორი. აი რითაც დავიწყეთ. კისინჯერის სქემა, რომ ცალ-ცალკე უნდა კონდეს უკეთესი ურთიერთობა ვიდრე მათ ერთმანეთში. ეს ბისმარკის სქემა იყო თავის დროზე. იგივე სამოდა ბისმარკი საფრანგეთთან ეს არ გამოგვივა. ყველა დანარჩენი ევროპული სახელმწიფოსთან უნდა კონდეს უკეთესი ურთიერთობა მათ ერთმანეთში და მიაღწია მას. ხო და ამიტომაც უარყოფდა ორ ფრონტზე ბრძოლის შესაძლებლობას გერმანიის. რაც მე დამყოფელი აღვნიშნა, ხო? აქაც იგივეა, ამიტომ ჯერჯერობით შიგნით ბრძოლა, მე რა თქმა უნდა როგორც ჩვენ ყველას ჩემი წყაროები მაქვს და რა ხდება შიგნით. ტრამპს ეუბნებიან ინტენსიურად ნაწილი, რომ თუ რუსეთს დავუთმეთ, ჩინეთი ამას მიიღებს წაქეზებად. შენ რუსეთს დაუთმე. აბა მაშინ ტაივანზე და რის დათმობაზე უკრაინის? უკრაინაში. აჰა. შენ თუ რუსეთს დაუთმე, რუსეთს რომელიც აი ჩემი დახმარების გარეშე ვერ გაძლებს ვერანაირად, ხო? ჩინეთი ამბობს. მართლაც ახლა საიდან არის ეს რაკეტები და ყველაფერი ჩვენ ვიცით როგორ ხდება და ისიც თქვათ, რომ იმ უძვირფასესი ჩიპების უდიდესი ნაწილი თუ ყველაფერი არა, რაც რუსეთიდან რაკეტები მიფრინავს და უკრაინაში ვარდება და ფეთქდება, ეს არის ამერიკული წარმოების. კი, რამდენიმე სკანდალი იყო. ჩინელი ბიზნესმენები დარეგისტრირებულები ყიდულობენ ამას მშვენივრად, მერე ეს გადადის რუსეთში და რაკეტები მზადდება. ამ ფონზე რომელიმე ვილსონი რო იყვირებსო თქვენ. ნუ ესე იგი ორმაკ სტანდარტებს არ აქვს საზღვარი, ხო? აი ამ ფონზე შიგნით გუნდში ასეთი გადაწყობა, მოდი რა ვქნათ, იცი, მოდი ჯერ პუტინს ვაიძულოთ ჩვენს პირობებზე, რომ აი ეს არის, რაც შეუნდა გააკეთო და ეს არის, ასე ვთქვათ, დამთავრება ომისა უკრაინაში.
ეს ვაიზულა ჩინეთისთვის დასანახად, რომ ჩვენ ამის ძალა გვაქვს. და მე უკვე ეს ხება მონოპოლარი მშვიდობა და მე დაველაპარაკო ჩინეთს. ამაზე ჩინეთის ერთ-ერთმა წამყვან პოლიტოლოგმა ქალბატონია რთული ჩინური გვარი, ჯერ როდის თქვა იცით, ამერიკა გვექცევა როგორ? რომ ეხლა გვერდში დამიდექით, რომ რუსეთს კისერი მოუგრიხო, რუსეთს რო კისერს მოუგრეხ, მე თქვენ ვხედავთ. ხო, ეგ რა თქმა უნდა. ეს ქალბატონმა თქვა ეს ტელევიზიით. აი ესე და ესე არ გამოვა ხალხო ამ ქალმა თქვა. ეს ქარისლაც არ არის მხარდამჭერი კომუნისტური პარტიისა ჩინეთში, მაგრამ ანალიტიკოსია, ხო? არ სულელი არ არის. ესე არ გამოვა. ამიტომ ეხლა ჯერჯერობით არის აი ესეთი ჩიხი. იმიტომ არის რომ 100 დღე დასახელდა მანამდე ეგ 6 თვეო, იმიტომ რომ deep state მოგონილი და რაღაცა deep state მოგონილი კი არა კისინჯერი, როდის ამბობდა კიპროსში რომ კონფლიქტი იყო, რომ დაკარგა ჩემმა თანამდებობამ ყოველნაირი აზრი და ბარემ პრეზიდენტსაც არაფერი შეუძლია, როცა არის ეს ბიუროკრატია და არის ეს სენატში ადამიანებისაც არესმის საკითხი და წვეტა. ეს კისინჯერის მაშინდელი სიტყვებია, მე მაშინ 50 წელია გასული კიპროსში რომ იყო ეს კონფლიქტი, ხო? ამის შემდეგ აგერ ახლა გამოვიდა რობერტ კაგანი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თქვა რომ 80% გავლენისა გადაწყვეტილის მიღებაში და მე აღსრულებაში უჭირავს სოციალში deep states, ანუ კოლექტიურ ბიუროკრატიას და მათ წარმომადგენლებს იქნება ეს ფინანსურ წრეებში და ასე შემდეგ. კი, მაგრამ დაიწყეს გაწმენდის პროცესი. აი რომ დაიწყეს, ეს ადვილი არ არის. უკვე შეტანილია სარჩელები ფედერაციულ სასამართლოში ტრამპის გადაწყვეტების წინააღმდეგ. და არაერთი. კი, მაგრამ შევა რა თქმა უნდა უამრავ. ეს ყველაფერი იწვევს გაწელვას, ხომ? ტრამპს არ აქვს, ჩვენ ვამბობთ ძალიან დადებით სწორ ტენდენციებზე. მე მაგალითად დიდი იმედით ვარ, რომ ვეღარ გადაუხვევს უკან ეს ყველაფერი უკან ვერ წავა პროცესი, წავა წინ, მაგრამ წინ წავა არა რაღაცა ძალიან დიდი სიჩქარით, არამედ ბრძოლით, გასწრაფად ვიღებთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. გიორგი, ანუ იგივეს გეკითხები. რამდენად შესაძლებელია რომ ბატონო პეტრემ გასაპასუხი რომ ტრამპი არ მისცემს და ჩინეთიც არ მისცემს რუსეთს იმის შესახებ რომ განაცხადოს გააკეთოს იმის შესახებ რომ არის ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური აქტორი. ნუ ეკონომიკის და სხვადასხვა დემოგრაფიული მონაცემებიდან გამომდინარე. ამ თუ ეთანხმები ამას ერთი და მეორე რამდენად რეალურია ის, რომ ჩინეთმა გამოაცხადოს პრეტენზია იმაზე, რომ საქართველოს მე მჭირდება როგორც ქვეყანა, სადაც ძირითადი დერეფანი გადის, ხო, ერთ-ერთი არტერია, მით უფრო ჩრდილოეთი არის გადაკეტილი, მათ შორის ევროპის, და რამდენად ამერიკელები დაუშვებენ ამას. კი ბატონო, მოდი ერთი პირველი ბოლომდე ვერ მოყვები იმაში, რომ ტრამპს განსხვავებულად ესმის ეს კონფლიქტი ვიდრე პუტინს და იმიტომ რომ თუ ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ ტრამპის ესე ვთქვათ პოლიტიკას განსაზღვრავს ის რაციონალური და ის რეალპოლიტიკური მიდგომები, რომელზეც მერშაიმერი, კისინჯერი ასე შემდეგ საუბრობენ, შეუძლებელია მათ არ ესმოდეთ ის, რომ რა არის მიზეზი გამომწვევი ამ კონფლიქტის და რა შეიძლება უნდოდეს პუტინს. ანუ ილუზიას ქმნის. შესაძლოა ეს შიდა მოხმარების ესე ვთქვათ მესიჯ ბოქსი იყო. რუსეთის იგი იქ სადღაც თქვა, რომ ნატოს გაფართოების საკითხი რაღაცა. ცნობები ნატოსთან დაკავშირებით. კი ბატონო, ეს ახსენა. შემდეგი საკითხი არის, რომ კი რუსეთი არ არის იმ ესე ვთქვათ იმ მასშტაბის მოთამაშე თანამედროვე გლობუსზე, როგორც ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია, მაგრამ ბოლო პერიოდის ასე ვთქვათ პროცესებმა აჩვენა, რომ ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი იმისა, ვის აზრს გაითვალისწინებენ, როგორ მოხდება და ასე, იმ დესტრუქციის პოტენციალია, რომელიც დესტრუქციის მატარებელი შეიძლება იყოს ესა თუ ის სახელმწიფო, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და აი დესტრუქციის პოტენციალში ის შეიძლება ბევრადაც აღემატებოდეს ჩინეთს. გამბედაობის თვალსაზრისით. მათ შორის გამბედაობის და მათ შორის აი ეს ბირთვული პოტენციალი, რომლის მატარებელიც არის რუსეთი. კი ბატონო. და აქ მხოლოდ ქობინები ხო არ არიან მიტანის საშუალებები კიდე. კი ტრიადა არის, მთლიანად მოკლედ ეს მოდერნიზირებული. ანუ შესაბამისად თუ ავიღებთ ესე ვთქვათ, ხო, შესაძლოა ეკონომიკური, პოლიტიკური გავლენები და ასე შემდეგ, რუსეთს ბევრად ნაკლები წონა ქონდეს გლობალურად, მაგრამ ის დესტრუქციული ძალა, რომელიც მას აქვს, ეს იძლევა საკმარის საფუძველს იმისა, რომ მისი მოსაზრებები გაითვალისწინონ. მისი, ვთქვათ, პრეტენზიები იყოს დაკმაყოფილებული ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სწორედ ის ამოცანა, რომ რუსეთი და ჩინეთი არ იყოს ერთად,
ამერიკის წინააღმდეგ. ასევე იძლევა იმ ასე ვთქვათ мотивაციას ამერიკის მხრიდან, რომ რაღაცები დაუთმონ რუსეთს იმისთვის, რომ აი ეს ვთქვათ კოალიცია როგორმე დაშალონ, ხო? ნუ დაშალონ თუ არა, ყოველ შემთხვევაში მათი გაერთიანებული ძალა არ იყოს მიმართული ამერიკის წინააღმდეგ, ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ. და ჩვენს შემთხვევაში რაც შეეხება, ხო, ხშირად საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ ამერიკამ შეიძლება არ დაუშვას ჩინეთის აქ შემოსვლა. ანუ ყოველ შემთხვევაში ეს ლიბერალური ჯგუფები ძირითადად იმაზე აქცენტირებენ, რომ ჩინეთის შემოსვლა ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება კავკასიაში. მე მაინც გონია, რომ შესაძლოა პირიქით იყოს. იმდენად რამდენიც ამერიკას ესმის რუსეთის ინტერესები კავკასიაში, თურქეთის ინტერესები კავკასიაში, სწორედ ამიტომ შეიძლება დაუშვას ჩინეთის აქ შემოსვლა, რომ აქაც ბალანსი შექმნას. ბალანსი კი არ შექმნეს. შექმნას კიდევ ერთი კერა მათი ინტერესების დაპირისპირების. ანუ სადღაც იყოს შესაძლებლობა, რომ რაღაცა მცირეთით გადაიკვეთოს მათი ინტერესები, ხო? შეიძლება დააბალანსონ ერთმანეთი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დესტრუქციული ელემენტის გაჩენა იქ, სადაც ინტერესები იკვეთება და ამერიკელებს შეუძლიათ ხოლმე ეს დესტრუქციული ელემენტების გაჩენა სხვადასხვა რეგიონში, აი, როდესაც ჩვენ რომ მეორე ფრონტზე ვსაუბრობთ ხოლმე ხშირად, ხო? ერთ-ერთი ჩემი აზრით მყარი არგუმენტი იმისა, რატომ უნდა მოხდეს მეორე ფრონტი საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელსაც არ შეუძლია დიდი წინააღმდეგობის გაწევა, არის სწორედ ის, რომ ამ დესტრუქციულ ელემენტს, აი ამ კონფლიქტს მეორე ფრონტს შეუძლია ინტერესების შეჯახება ისეთი სახელმწიფოების, რომლებიც დღეს პარტნიორობენ. ჩინეთის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ანუ ეს ქვეყნები, რომლებიც დღეს პარტნიორობენ, რომელთა დაპირისპირებაც არ გამოიწვია უკრაინის კონფლიქტმა, აგერ მეორე ადგილია, სადაც შეიძლება რაღაცა შევქმნათ და შეიძლება გამოიწვიოს. არ არის 100%-იანი გარანტია. შეიძლება შეთანხმდნენ და თქვან, რომ ოკეი, აი აქ როგორღაც გავაკონტროლოთ ეს ტერიტორია ერთად და ყველამ ჩვენი მივიღოთ აქედან, მაგრამ მეორეს მხრივ ის რისკიც ხო არსებობს, რომ პირიქით უთხრან ამ ქვეყანას, რომ იცი რა არის, გავიგეთ, რომ უკრაინაში რაღაც პრეტენზიები გაქვს, რაღაცეები გაქვს, მაგრამ ჩვენც გვაცალეთ ცხოვრება, ჩვენც გვინდა რაღაცეები, ხო? ანუ თურქეთისთვის მაგალითად ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხაზია, ეგრეთ წოდებულ თურქულენოვან სამყაროსთან, ცენტრალურ აზიასთან და აზერბაიჯანთან კონტაქტისთვის, ხო? და ჩინეთისთვის კიდე წეღან ახსენე შენის ალტერნატიული გზა. მე არ მგონია, რომ ამას ამხელა დიდი პოტენციალი აქვს, რომ ალტერნატივა გაუწიოს ისე რა ქვია კონკურენცია ძირითად გზას. მიუხედავად იმ პრობლემის, რომელიც დღეს არსებობს, ხო? მაგრამ ჩინეთი ის ჩინეთია, რომ მუდმივად ეძებს საშუალებებს, რომ რაღაცა აქ რო არის ამის პარალელური იყოს, იმიტომ რომ ტვირთი ბევრია უბრალოდ. შუა აზიასაც აქვს ტვირთი ბევრი. შუა აზიასაც ბევრი ტვირთი აქვს, ინდოეთსაც ბევრი ტვირთი აქვს. რომელიც ევროპაში უნდა მოხდეს და ყველაზე ახლო და სახმელეთო გზა სწორედ რომ კავკასიაზე გადის. ინდოეთისთვის პირველ რიგში, ჩინეთზე უფრო მეტად თან. ანუ ეს ესე ვთქვათ, უამრავი პოტენციალი არსებობს და მით უმეტეს თუ ინდოეთის ტვირთები ჩინურ ინფრასტრუქტურაზე გაივლის, არ ჩინეთისთვის იქნება ურიგო ეს პროცესი, ხო? ანუ ჩინეთი ჩვენი საშუალებით ხდება შავი ზღვის ქვეყანა, ესე ვთქვათ, და მის ამ ინტერესს ბუნებრივია გაითვალისწინებს ყველა. და რომ რაღაცა იყოს, აქ დევს ამერიკელებისთვის პოტენციალი იმისა, რომ დაუპირისპიროს ერთმანეთს ეს ინტერესები და ამიტომ ვფიქრობ, რომ არ შეუშლის ხელს ჩინეთის აქ შემოსვლას. იმიტომ რომ ამ ინსტრუმენტის ხელიდან გაშვების საშუალება იქნებოდა მათთვის. ბატონებო, უღრმესი მადლობა ძალზედ საინტერესო ანალიზისთვის და შეფასებებისთვის. ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო, გემშვიდობებით მოვალ პარასკევამდე, კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.